გამარჯობათ. გამარჯობათ. დათა თუთაშხია, თქვენ ბრძანდებით? დიახ, ბატონო. აი, წერილი მაქვს თქვენთან. დათა ძამია. ეს კაცი შემინახე ერთხანს. შენ არ შეგაწუხებდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ხომ იცი, შემჩნეული კაცი ვარ. ეს ბარათი დაწვი. არჩილი. ბრძანდებოდეთ, სანამ მოგწყინებოდეთ, ბატონო. აგერაა ჩემი ციხესიმაგრე. საპრული ადგილია. თავადი ანჩაბადისა ეს მიწები, იჯარით მაქვს აღებული მე. აქეთ მოგზავნეთ. პოლიტიკის და რევოლუციონერობის არაფერი ამწევს მე, მაგრამ ომის სულგუნი და ხორცი არ მოგვაკლდება და დასალებსაც ადვილად იშონის კაცი აქ. მე დათა ბატონო მკვლევარი ვარ. მეგრულ ენასა და ადათ-წესებს ვეცნობ. გასაგებია? ვიტალი მქვია, ანდრეევი ვარ. გასაგებია. გამარჯობა თქვენ. გამარჯობათ. ყველოყუფარია ვარ მე, მამასახლისი. გაგიმარჯოს, ყველოყუფარია, გიცნობ მე. რა მოვიდა ცხენს? ნალი და ეკარგა ლურსმანი წაუვიდა ალბათ. მოგტი კაცი, ცხენი ვათრიო თუ წომარა. გამომართი ერთ თუ კაცი ხარ, გამომართი. აგაშენარ ღმერთმა რომ დამეწიეთ თორემ რა ათრევდა ამ ტომარას. მასალე ფანცეს დავაბამე. ახალგაზრდა კაცი ხარ, გადაჯექი ერთ იმ ტომარას. დიდაშ მევიარე. მომაწოდე ერთხელ. ასე. ბაბაჩი. წავედით. აჩ. გამარჯობათ, ბიჭებო, გამარჯობათ! გამარჯობათ, მორაბანდონო, გამარჯობათ! ათაბანდონო, გამარჯობათ! კარგად, ბიჭებო! ცოცხლობ, მორაბანდონო! ცოცხლე, ჩამაბანდონო, იცოცხლე! სულ ბედერა ფერახეთ, კარგად იყავი! კარგად უნდა იყოთ, კარგად! ვინოხრები არიან ედა? დიდი პატივისცემით გესალმებათ ყველა მამასახლისა. ალბათ დაიმსახურეთ. გადამკვდარი ვარ მაგაძე ბატონო, მაგრამ ხალხთან მოქცევა თუ არ იცი, არ გამოვა არაფერი. ხალხთან მოქცევა სოდნა უნდა და ბავშვობიდანვე მასწავლიდა ცხონებული მამაჩემი ამას. როგორ გასწავლდა კოლობატონო მამაშენი? გამიგონია ნამეტანიჭკვიანი კაცი ყოფილა ვიკეყოფარი. ოხ, ბრძენი კაცი, ბრძენი. 14 წლის ვიყავი და მეუბნება ერთხელ შვილო, რომ დაინახო ორი კაცი ერთმანეთზე მოსაკლავად იწევდეს და აცადე. არ ჩაერიო შენო. თუ ერთმა მოკლა მეორე, მიდი სატირალში, შეეწიე ოჯახს და იტირე შენцо. ახლა იმ მეორე კაცს სასამართლოზე რომ გაიყვანენ, მიდი იქაც. და ისე ილაპარაკე, ვითომ თლად მისი ბრალი არ იყო ის ამბავი და მისი ბრალიც რომ იყო ისე. მიუჟიან ციხეს, მიდი ოჯახში, მიუსამძიმრე, მათაც შეეწიე რამე. ასეთი კაცი იყო მამაჩემი, ვიკიყუფარია. ბრძენი კაცი, ბრძენი. ხომშურები შენც მასე კოლობატონო. მამაჩემი ვიკიყუფარია შვილი ვარ მე. ჩადი ძირს ყუფარია მამაძაღლო. სად გადავი? ძირს. ჩადი ძირს ყუფარია მამაძაღლო. ჩავალი.
სად უეზდი ნაჩალიკთან გიჩივლებ დათა თუ დაშკია უეზდი ნაჩალიკთან მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო დათა ხომ გაგიგონია თავკაცობას რა გამოლევს ამ ქვეყნად შენ მარტო ყველას მოერევი ჩემ წილს მე უნდა მოერიო და სხვამ თავისი ნახოს რომ გადააბრუნებთ ამ ქვეყანას აღარ გეყოლება თვითონ თქვენი ყველა ყოფარია ადამიანი პატიოსანი სხვანაირი იქნება აბა არც ის კაცები დაგჭირდებათ ალბათ ყველა ყოფარია ზურმიდან რომ გადააგდებენ ხელები მაღლა როგაჩოვ როდიონ ანდრეევიჩ დაპატიმრებული ხართ გამოვყევით წამოიყვანეთ
გთხოვთ. დაგძანდით. გმადლობთ. გენერალმა დავით ყარამანიძე ფაღალამ თქვენზე ზოგი რამ მითხრა დადებითი. მაინც მინდა გაგესაუბროთ. ბატონო ზარანდია, რომელ წოდებას ეკუთვნით? გლეხი ვარ, თქვენ ბრწყინვალებავ, დიაკვნიშვილი. რა განათლება გაქვთ? გიმნაზია დავამთავრე, მაგრამ დიახ, ისმენთ. გავიარე იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. ვიცი ლათინური, რუსული, ფრანგული ენები. გარდა ამისა, საფუძვლიანად შევისწავლე კაცობრიობის პოლიტიკური აზროვნების ისტორია. სად შეისწავლეთ? თვითონ თქვენ ბრწყინვალებავ. რატომ მაინც და მაინც ჟანდარმერიაში გსურთ სამსახური? უპირველეს ყოვლისა, ტახტის ერთგულებისა და სამსახურისათვის. გარდა ამისა, მე ამბოხები არ მიყვარს. არ მჯერა მათი. მათი მოზღების თანახმად გადატრიალებას, ასე ვთქვათ, ხალხის მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოხდეს. დიახ, თქვენ ბრწყინვალებავ, ასე ქადაგებენ, მაგრამ ეს მინდა წყლის დემაგოგია. მას თქვენის აზრით, რევოლუციები გაუმართლებელია. სრულიად გაუმართლებელი თქვენ ბრწყინვალებავ. ყოველგვარი რევოლუცია არის ჩაგრული უმრავლესობის ძალადობამ ჩაგრულ უმცირესობაზე. და როდესაც ახალი ძალადობა ძველ ძალადობას ებრძვის, პატიოსანი კაცის ადგილი ძველის მხარეზე. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მიემხრო იმას, რაც ახალ უბედურებას, ათასგვარ ბოროტებას მოიტანს და ადამიანს კი არ გაუმჯობესებს. საჭირო არ არის ძველი წყმარა. თქვენ ბატონო ზარანდიან ამ თვითეშმაკობის განსახიერება ხართ ამ ახალი ტიპის ერთგული ქვეშემორტომი. ორივე შემთხვევაში გამოვადგებით. აი რა, ბათუმში, ფოთში, სოხუმში, ტუაფსეში, ნოვოროსიისკში ჩინებულად ორგანიზებული კონტრაბანდა ხორციელდება. როტმისტრი კნიაზევი გადმოგცემთ საწყის მასალებს ბათუმელ კონტრაბანდისტებზე და ვნახოთ, რას წარმოადგენთ პრაქტიკულ ასპექტში. გასაგებია? დიახ, თქვენ ბრწყინვალებავ. ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმერიის უმცროსი გამომძიებელი მუშნი ზარანდია. ბრძანებაში ჩაწერეთ მოხალეთ სამკალახო რანგში. ჯამაგირი რა იქნება? 25 მალეთი თქვენ ბრწყინვალებავ. დიახ. ჯამაგირი მცირეა. ბატონო ზარანდია, მაგრამ მომავალი თქვენს ხელთა. არ არსებობს დიდი და მცირე ჯამაგირი თქვენ ბრწყინვალებავ, არსებობს დიდი და მცირე მადე. 25 მანეთი გეყოფადგანა. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს თქვენ ბრწყინვალებავ და რა ჯამაგირი კაცს. ვეცდები გავამართლოთ თქვენი ნდობა. დიდად გმადლობთ. გისურვებთ წარმატებას. არის დამატებითი ცნობები გუშინელი ოპერაციის შედეგებზე თქვენ ბრწყინვალებავ. გისმენთ? როგაჩოვს აღმოაჩნდა ანდრეევის სახელზე გაცემული პასპორტი და რა თქმა უნდა აკრძალული ლიტერატურაც. იგი დაჭრილია მძიმედ, სატუსაღოშია. გურნალოვენ შეიძლება გადარჩეს. არის სხერბლიც. 2 მოგლული, 2-ვე ნაგანით, 4 მძიმე დაჭრილი მაუზერით. ნაგანი როგაჩოვს ჰქონდა, მაუზერი კი მეჯოგეს. ვინ არის ის მეჯოგე? ზუგდიდის მაზრის მცხოვრები ვინმე დათა თუთაშხია, რომელიც სამწუხაროდ გაგვექცა. ბოლოს უნდა გაგვცეთ პასუხი. გითხარით, რა დანაშაულებრივ კავშირში იყავით მიამბოხე თუთაშხიასთან? თუთაშხია, მეამბოხე კი არა. მეჯოგია.
ეგ თქვენ ჩემზე უკეთ იცით. ვის რეკომენდაციით მიგიღოთ მან? არავისი. ემისთვის მოგზაური ეთნოგრაფი ვიყავი. სროლა რომ აგვიტეხეთ მაშინაც? თუთაშხიას იარაღი არ უხმარია. მხოლოდ მე ვისროდი. ბრძოლაში მის მონაწილეობას ჩაფრებით ადასტურებენ და ჭრილობებიდან ამოღებული ტყვიებიც. ორივე იარაღი მე მქონდა. ბატონო როგაჩოვ. უგეთვეზე მეტია ერთს და იმავეს გაიძახით. შანსი ჯიუტე ჭრილობების შეხორცებაზე კარგად მოქმედებს. თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ იმისათვის, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგეთ. სავსებით. ხოლო რაც შეეხება თუთაშხიას, მას პატარა შეღავაც მივცემთ. ცოტა მოგვიანებით ჩამოვახრჩებთ. გადაიყვანოთ ქუთაისის ციხეში. დადები მანდ მაგიარაღი. ხილია მიგდე ყურიაგერ. არ შეინშულების სოდომინდა მე. არცის შენზე ჭკვიანი და უკეთესი რომ მოვიდეს პოლიცმეისტერად. ადექი. გაიქეც ჩქარაც. ისკე. მოვკალით მგონია თქვენ ოფწინვალება. წყალს მიქონდა. დიდი წყალია იქ. მაგრამ თუთაშხია წაიღო თუ როგაჩვევი ვერ გავარჩიეთ. ვერ გავარჩიეთ თქვენ ოფწინვალება. დანახვის უნარი მაინც გამოგეჩინათ. უნდა გამოგეჩინათ თქვენ ოფწინვალება. ნეკ თუთაშხიას მეორე დანაშაულია, პირველიდან გამომდინარე. დაჭერამდე კიდევ რამდენ დანაშაულს ჩაიდენს. ვინ იცის? ახალ დანაშაულთან ახევრი მაინც თქვენს კისერზე იქნება ბატონო შვანგირაძე და ბატონო ქილია. უნდა გეყვანო.
ყოფათ ეხლა ზეირნობა, ჩამოდი ძირს. ხმა კრინტი არ გაგიგორო თქვენი. რაო? ჩუმად ხმა არ მოიღო. ჩამოდი დაბლა. ჩადი. იარაღი გაქვთ? არა. თქვენს გალბატონო. აგვიძახი ახლა წინ ორივე. მოგიდა ბიჭო ცხენა ცხელი. იგით. გაიხარეთ ახლა ორთავენ. ამას ზეგეთ. კარგია ეს. გაიხარეთ გალბატონო, თქვენ გაიხარეთ. თქვენ რომ გაიხადოთ ის უფრო მინდა მე. ამას ზეგეთ. აუ, ბიჭო ხელი. მიხეილე შესაქმეს. Ishi. გადასარევია. Ishi. ნამეტანი გაიჭიდა უბაქსონიად გალბატონო. კაცი რო ვერ ნახავს უკეთესი ზეთი. ამ ხალხს გაუშვები ახლა. მაგრამ თქვენ დაგდოდეთ ჩემთან. და სანამ თქვენი ქმარი გამოსასყიდ ფულს არ მომიტანს. იჭიდაო თანაღად. იჭიდაო და იჭიდაო. გადი შენ შარაზე და მე მალე მოვა. ადამიანებთან დღეს რომ ბაზრობა იყო. ამისთან არ ახსოვს ოჩამჩირეს. 18 თუმის მარტო სულ გუნდა თხისკონ გავყიდე მე. შენც ბაზრობაზე იყავი შვილო. არა ბატონო. ქმარი მყავდა ექიმთან ფოთში. აბადიეთ. თქვენთან ერთად გაძარცული ქალბატონი თქვენი მეუღლეა? დიახ, ჩემთან ერთად გაძარცული ქალბატონი ჩემი მეუღლეა. ისმინეთ. მართალია ეს მძარცველები საკმაოდ დაუნდობლები არიან, მაგრამ ქალებს სრულად არ დაუწყებენ. ამის ახსნას დიდი ხანი დასჭირდება. გთხოვთ მერწმუნოთ. გადაულაპარაკეთ თქვენ სულს და იყოლიო სხვა ქალები. იგივლონ, იყვირონ, ერთი სიტყვით ხმაური ასტეხონ და ნუ შეეშინდება თუ მძარცველები მუქარით უპასუხებენ. რას მოგცემს? სულ ცოტა საზისხარი პროცედურის დასასრულის მოახლოებას. გუშა გიგვისმენს, გადაულაპარაკეთ თქვენ სულს. არ არის საჭირო. მოდით
ქალებო, ყველამ ერთად ავტეხოთ მოთქმა და წივილკივი. დედაკაცები ვართ, ვერ გვესვრიან. მოგეშინიათ, ეგება გზიდან გადმოგოშულოს ვინმე. ვიყვიროთ ქალებო, ცუდი არაფერია მოსალოდნელი. კი, მაგრამ რო გესროლონ? რაღაც 7 მანეთი წამართვეს და მაგისტრის სხვა არ მაკლინებ თავს მაგათ. მე კი 9 თუმანი წამართვეს, მაგრამ არც 9 თუმნათი ვარ გექს ჩემი შვილების დაობლება. კი ბატონო. იყვიროს ხემა და ვიყვირებ მეც? კი, იყვიროს ყველა, ვიყვირებ მეც. გვიშველეთ. 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 იყვირეთ ქალებო. გვიშველეთ. იყვირეთ ქალებო. გვიშველეთ. აგიყვირეს ქალბატონო ედავი. აგენი სიმე თუ გაქვს, აგენი მორჩილებას არიანი ჩვეული. ქალბატონო, არ გწოდნია მაგის საქმე შენ. აგერ ჩვენ რო ხედავ, ნამეტანი კარგად ვიცი ჩვენი საქმე ჩვენ. ვიტომ შვებით ამას ვიცი. რაც არის ის კაცმა არ უნდა ჩაიგინოს ის. აპა. ჯო. ცოტაც მოითფინე ილიკო. გაგვიშვებენ ეს ოხრები, აბა რა იქნება? სარჩიმელია. და შენც არ ვიცი მიხარ. დაადევით ძირს იარაღი. ხალხო, დათა თუთაშია ეს. თუთაში. დაღარეთ ჩქარა ყველაფერი. ჩქარა. აი რა თქვენ ნივთები. დათა თუთაშია. ისა რო ზარჩლებ შენ. შენი სიკვდილი მაგენის ხელით იქნება, სწორედ როცა იქნება. ეგენი მასეთები იმიტომ არიან შენისთანა ხალხი რომ აქვს ქვეყანას. წადი ახლა. სარჩიმელია თუ არა. მე რომ წავიდე შენზე ადრე ამ ხალხს ვიცნობ მე და სულ ცემატყებით ჩაგაბარონ იქნება პოლიციას. ვიხდი ქალბატონო თქვენს წინაშე. ჩემი წახეზების ბრალი იყო იმ ნაძირალამში ურაცხყოფა რომ მოგაყენოთ. პირიქით. თქვენი დიდი მადლობელი ვარ. იქნებ სწორედ თქვენმა წახეზებამ გადაგვარჩინა. მიერეთ ჩვენგან სამახსოვროთ. ძალიან გთხოვთ. გამოგვართვით უღმერთი გწამთ. თორემ ძალიან გვეწყინება.
ყველა კაი კაცს გამომარჯოს ახლა და მეც ვეღარ დავი. მასე იყოს. ტერორისტულ აქტს ამზადებს ჩვენი ხალხი დათა. ფულია საჭირო. სადმე 3000 მანეთი უნდა ვიშოვნო. დამავალეს. ამდენი ფული სადმე ვიშოვნი კითხე. ფული კი ვიცი საცაა, მაგრამ კაცი მჭირდება. ამ ფერ საქმეში რომ გამოდგება ისეთი. სამურზაყანოში გიკითხე. ჩვენი კაცია ეს კაცი ანარქისტი. იცოდა შენი ამბავი, მეჯოგეებთან იქნებაო ახლა. პოტთან ახლოს, სოფელში. ნევახში ერთი კაშაფულავა. მისგან უნდა მოვახდინო ამ 3000 მანეთის ექსპროპრიაცია, მაგრამ მარტო ვერ გავაკეთებ ამ საქმეს. პოლიტიკა ისეთი რამეა, უბრალოზე არ უნდა ჩაჯდე კაცი. თორემ შენ თუ ჩაჯექი და კატორღაში ბორკილია თროკიანე, იდეისთვის ობიატელმა იბრძოლოს თუ? პოლიტიკის და პარტიების არაფერი არ მწამს მე, მაგრამ მეფეს და ჟანდარმებს რომ ყველაფერი ჯობია. ვიცი მაგკაჟებულაო, მე გამიგონია. 6 შვილი ყავს გონია უბედურს. ცოდვა ფოსტას დავეცეთ ნიგიფორე. ფოსტასთან და მის კაზაკებთან საქმის დაჭერას ღმერთივით მევახში აგერ. მახჩობელა და წურბელა ორივე ერთად. გამიჯერე შენ ფოსტა აჯობებს. აკეთო. გამიგე კაცო, მოფიქრებული მაქვს ყველაფერი. უარი არ მითხრა. ძმობა გვაქვს, ნათხა მიცოდე. კაი, ძამეკო იყოს მას. ეგება არ მესმის მე და მართლა ეშველოს რამე ამ გაჭირვებულ და დაბეჭდებულ ხალხს. თქვენი პოლიტიკით, ანარქისტობით და პარტიებით. ისე დაგეჯერებია ჩემთვის ფოსტას რომ ამბობ? ძმობას გაფიცებ დათა. კაი. მათაღლო ადებში და გააგეკარები თუ არა დაგაფსიე მიწაზე ჩქარა ამოალაგე ფულები სადმა ფული მეუვედებს ფული რომ ხონდეს ამ ნებში და გამარჯვებდა ამოალაგე რომ გელაპარაკებიან არ მოგლა არ დაიდო ჩემ ბაღლების წოდვა არა მეთქი ვა Słuchaj, mi მარტო ამ თამასუგებში 100000 დავითვალე უკვე და ამ დამპალნალიაში რომ გიზე შენ ისის ხილდა ხორცი მე ჩაგერ არ ვაცაცბადოი მაგას გელაპარაკები სწორედ დაჯექი ახლა შენ ადგილას და ნოიყვირებ თუ კაცი ხარ არის არ შეშენია მაგ შენი ყვირილის
აძეთ. მითხარი ახლა რომ გეკითხები. ამ სოროში თუ გამოახჩობ შვილებს ფული რა დადგინდა მაშინ? 100,000 რა ფულია დათაბატონ. აგერონ პორჩი, სიდრო ფულო ბერძენია. იყოს. ათანე. იყოს და ხალხა შეჭამდა დამერე. იმ ბერძენს უკვე ასრულებული აქვს 1 მილიონი უკვე. და მეორეზე მუშაობს кайხანია. ფული უნდა მოიგოს დათაბატონ. დაუღუპი ხარ ფულს, კაჟაია უბედურო. ნავთი თუ გაქვს? ნავთი სადრავს. ნავთი დიდარი გასაღია დათაბატონ. კაი მითხარება. რომ გაჩნდეს ცეცხლი ამ შერსნალიაში და რომ დაიწვას ყველაფერი და ის ფულებიც. სადღაც აქ შენახული რომ გაქვს უეჭველად. მითხარ თუ კაცი ხარ რა სიზამ მერე. სადაც ჯარდი დათაბატონ. რაც მე ამ ფულის შოვისათვის დავიდაჭე. მეორეც ვეღარავით აღამდეს. თავიდან დაიწყებ ფულის გროვებას. ნავთი რობცადე დათაბატონი. ბოროტებას თუ ჩაიდებს გულში. ნუ დამიღუპა ბაბა. კაი ახლა კაჟაია უბედურო. ფული გჭირდება. რომ საგართო მოკვდები და კაცის სოდვა არ მინდა დავიდო. მასას ხა 3,000 დაგიბრუნებ თუ კაცი ვარ. სასხება რასაკაცია დათაბატონ. კონდეს სისტემა გართმედი. რა, კინჩა ადამიანთან დამიკარგებოდა რამე თუ? დათათუთა შხია. გირაო თო უტოვე, გირაო. და თამასუკის მიცმა დაგავწდეს კიდო. შეგლახაკო, მაგის ფასის გირაო მქონდეს თავ სამსოროში გამოგახრჩობიერდი, სწორედ. კაჟაია მათხოვარო. ამაი ფულის შემათხოვარო. გათავარი თორემი მამალები. ხანი ყავაყბილო ზაღი. დათათეიადი ნახავდიმა. შენი ყვაყვა ეზოში, მსხლის ძირში ხორის მაგერ მყავს დაბმული ჩაჭვი. სიმარა, ბესამაჯვაიძი. არა ხო ხუთა თუბანია. ჰა? მოი შუდათა. ებრა მაგ სამფო. აბა, კარგად იყავი დათა. ისე იცოდე. ხალხის სიკეთისათვის გაწეული გარჯა არ დაგეკარგება არასდროს. შენც კარგად იყავი ნიკიფორე. არა, ნაძარცვი ფულით შექმნილი ხალხის სიკეთის არ მჯერა რომ გითხრა სიმართლე. ვინ ხარ შენ? ეჩუნი მქვია. ილიკო პერტიას ცოლი ვარ მე. მეტყევია ჩემი ქმარი.
ბატონო ზარანდია. დოცენტი დიდგვაროვანი ოჯახიდან ამას ბევრი გავლენიანი პირი მფარველობს. თქვენ ალბათ ხედველობაში გაქვთ მიქელაძის საქმე. გერმანიდან შემოტანილ აკრძალული ლიტერატურის სწავლას. დოცენტი ცუდად იქცევა გრაფ. მომისმინეთ მუშნი. დოცენტ მიქელაძის ბედით დაინტერესებულია თვით მეფის ნაცვალიც. თქვენ არ შეგიძლიათ ამასილოთ ეს. დიახ, მოაწყოთ ისე, რომ მეფის ნაცვალით კმაყოფილი დარჩეს და დოცენტიც ჩამოაშოროთ პოლიტიკას. გასაგებია თქვენ აფხაზნელება. ეს გათვალისწინებული მქონდა. გათვალისწინებული? დიახ, თუ თქვენ ინებებთ და გამონახავთ თავისუფალ დროს და ეს არის ჩემს საუბარს თქვენ აფხაზნელებო დოცენტ მიქელაძესთან. სიამოვნებით. კაცი ბატონო დოცენტო რასელით რევოლუციისაგან პირად ასპექტში ჩემი და ჩემის თანებისათვის წოდების აღრას მამულებისა და ქონების კონფისკაციას და გლეხებისათვის დარიგებას მოვალე იმას რომ საკაცობრიო გენიას ახალი უფართოესი სამოქმედო ასპარეზი შეექმნება განა არ ღირს ყოველივე ეს იმ სასჯელად რომელსაც განაჩენით მომიჯი სად არის გარანტია? ნუ თუ არ გესმით რომ ყოველგვარი ახალი იდეის გადაგება ავანტიურიზმის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს. არ დაფიქრებულ ხართ იმაზე რომ რევოლუცია პატიოსანი არისტოკრატების ინტელექტს გამოიყენებს და შემდეგ გაუსწორდება მათ. როგორც საფრანგეთის რევოლუცია გაუსწორდა მიშელ დე ლეპელეტიეს და სხვათ. ეს რევოლუციის კანონზომიერებად მიმაჩნია და მაინც მის მხარეზე ვარ. აქავთ გავარ და სხვაგვარად არ ძალმიც. იცით ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? ვის? მარტინ ლუთერს. ბატონო დოცენტო, თქვენს რწმენას და იმას რომ სხვაგვარად არ ძალგიცთ, დიდი გამოცდელის. მესამე პირია მოთახში კავკასიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი გენერალი გრაფი სეგედი გახლავთ. თქვენი ნათესავები ყველნაირად ცდილობენ გიხსნან. მის ბრწყინვალებას ისეთმა ადამიანებმა სთხოვეს, რომ გონებ მზად არის გიშველოთ რამე, თუ კი ამის საშუალება გამოჩნდება. თქვენი ბედიღმლით თვით მეფის ნაცვალიც კი დაინტერესებული. დასასრულ არც მე ვარ მტრულად განწყობილი, თუ კი ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს. არსებობს ორი შესაძლებლობა. რას აირჩევდით? თავისუფლებას თუ გადასახლებას? არჩევანი თქვენზეა, ბატონო დოცენტო. ბრძანეთ, რას აირჩევდით? თავისუფლებას თუ გადასახლებას? ერთ მე არ ვიცი რას მოითხოვთ ჩემგან დაპირებული თავისუფლებისათვის და მეორეც თუ სიმართლე გნებავთ ჩემთვის სულ ერთია. ამჟამად ჩემს წინაშე ორი ამოცანა დგას. უნდა დავამთავროს საკმაოდ ვრცელი ნაშრომი ძველ ქართულ ფილოსოფიურ მიმდინარეობაზე და აქტიური მუშაობა გავაჩაღო ხალხის პოლიტიკური გათვითცნობიერებისა და განათლების დარგში. ამ ორი მიზნის შესრულებას უნივერსიტეტის კედლებშიაც შევძლებთ და გადასახლებაშიაც. თქვენთვის ალბათ მოულოდნელია, მაგრამ პოლიტიკურ მოღვაწეობას უკვე აღარ შეძლებთ. რატომ, ბატონო ოფიცერო, ეს ხომ მხოლოდ ჩემი საქმე? არა მგონი. არ მესმის საითკენ მიყავთ ეს, თითქოს და ზოგადი საუბარი.
იქითკენ რომ თქვენი გასამართლება ჩვენ ხელს არ გვაძლევს. რატომ? იმიტომ რომ იმ თავით ასე იყო განზრახული. მაპატიეთ, როგორ განზრახული, ვის მიერ? გეგმით განზრახული. ისმინეთ, ბატონო დოცენტო. როლები შეიცვალა. თქვენ ცდილობთ წარსდგეთ სასამართლოს წინაშე, ამას ჩვენ უნდა ვცდილობდეთ. მაგრამ ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ პროცესი შედგეს. მისი ვერც ერთნაირი შედეგი ვერ მოგცემს ხელს. მე ხელთ ამაქვს თქვენი განთავისუფლების ორდერი. საკმარისია მისი ბრწყინვალების ხელმოწერა და ამით თქვენი საქმის გამოძიება შეწყდება. კი არ მოისპობა. შეწყდება გარკვეულ მომენტამდე. მაგრამ იმ პირობით, რომ თქვენ აღარასოდეს დაუბრუნდებით პოლიტიკურ მოღვაწეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავასამართლებთ თქვენს თანამზრახველებს და გავავრცელებთ ხმებს, რომ ისინი თქვენი გაცემულები არიან. ჩვენი მიზანი შესრულებული იქნება, თქვენ ვერც ამ შემთხვევაში შეძლებთ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ცდებით, ბატონო ოფიცერო. მე საკმაოდ ავტორიტეტული კაცი ვარ, რომ თქვენ ეგ სიცრუე დაგიჯერონ. ეს სიცრუე კი არა, საბუთია, რომლის თანახმადაც თქვენ გერმანიიდან აკრძალული ლიტერატურა არ ჩამოგიტანიათ. აკრძალული ლიტერატურა თქვენ ჩვენგან მიიღეთ და პროვოკაციის მიზნით სასტუმროს ნომერში შეიტანეთ. მე ჩვენი საუბრის დასაწყისშივე ვთქვი, რომ თქვენს რწმენას და იმას, რომ სხვაგვარად არ ძალგიცთ, დიდი გამოცდა ელის. ბატონო ოფიცერო, თქვენ ისეთი დახვეწილი არ ამზადაბრძანდებით, რომ აქ იმპერიის რომელიღაც მიყრუებულ ადგილას თქვენი გამოყენება არსებული პოლიტიკური სისტემის გონებრივი უსუსურობის კიდევ ერთ მკაფიო გამოვლენებად უნდა ჩაითვალოს. მადლობთ. მე გთხოვთ, გაიხსენოთ თავადო მიქელაძე, რომ ჩვენი ორი თვის ურთიერთობის მანძილზე არასოდეს მიმართავს თავხედობისა და შეურაცხყოფისათვის. და კიდევ ერთი რამ. თქვენს რევოლუციურ გადაცებაში ორაგულობას მოწყურებული კალმახი იგრძნობა. მაშინ, როდესაც მე ბალახი ვარ და არ მინდა ხედ ვიქცე. თუ ეს ვერაგული გეგმა მხოლოდ იმ მიზნით იყო შექმნილი, რომ კომპრომეტაციის გზით პოლიტიკური ბრძოლისაგან ჩამოგეშორებინეთ. არა, გეგმის ოფიციალური მიზანი ლიტერატურის რეკვიზიცია. დამნაშავეთა დაპატიმრება და დასჯა გახლდათ. თუ სიმართლე გაინტერესებთ, გეგმას საფუძვლად დაედოთ ჩემი პირადი დამოკიდებულება თქვენი პერსონის მიმართ. ამ შემთხვევაში სამსახურებრივი ინტერესები ჩემს პირად მიზნებს დავამთხვიე. კი, მაგრამ რა მიზანი გქონდათ? მე უპირველეს ყოვლისა ჩემი მოდგმისა და ერის შვილთაგანი ვარ. მისი ერთგული ყოველგვარი პარტიების გარეშე მდგომი თითივით გალობილი მარტო კაცი. უახლოეს მომავალში თავის სიტყვა-სიტყვის ჩვენი ინტელიგენცია. აღდგება მეცნიერული ცოდნის გამომშვების ძველთაძველი მეთოდები. და თქვენი ამ მიმართულებით მოღვაწეობა უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ჩვენს ერს, ვიდრე ანარქისტული იდეების ქადაგება. რისთვის გჭირდებათ ამდენი თვალთმაქცობა? და თუ ეს თვალთმაქცობა არ არის, რატომ ლაპარაკობთ მისი ბრწყინვალების თანდასწრებით ასე გულახდილად? არ გეშინიათ, რომ ჟანდარმერიიდან დაგითხოვენ? აქ გავარ და სხვაგვარად არ ძალმიც. მომისმინეთ, ბატონო დოცენტო. მე ხელს ვაწერთ ორდერს
თქვენს განთავისუფლებას. მაგრამ გაფრთხილებთ, რა ძანს მივიღებთ სათანადო ცნობას, რომ ჩვენი პირობა დარღვეულია და თქვენი ქვედგე ხარ და სხვაგვარად არ ძალგიცთ, განცემის რეპუტაცია გარანტირებული გაქვთ. ნახონდეს. ილიკო გეჭამა რამე? არ ჭამ არაფერს და ჭამე. გამიმასპინძლდენ იქ მეველესთან. წამალი მაინც დალია დროა უკვე. აი ჩემს თავს. იცი ფიქრობ ბეჭუნი? ხო. არავინ არაა. მეველესთან ნიკანდრო კილია იყო სტუმრად პოლიცმეისტერი. დახველება მომინდა და გარეთ გამოვედი. ხელტონ კუპრავა მოვიდა ამ დროს პოლიციელი რომ არის. ავიდა კიბეზე პოლიცმეისტერს სთხოვეთ საჩქარო საქმე მაქვსო. მერე მე აივნის ქვეშ ვიყავი და არავინ იცოდა ეს. მოახსენა კუპრავამ პოლიცმეისტერს. საყველიეში ჯამურუხაიას ოჯახში სტუმრობს დათა თუთაშხიაო. მერე პოლიცმეისტერმა დავალება მისცა რაღაც კუპრავას ვერ გავიგონე მე ის მარა. დაეცემიან ჯამურუხაიას ამაღამ. ნამდვილი არის ეს? აბა დიდი ამბავი იქნება ამაღამ საყველიაში. ცუდი ამბავი იქნება. ბეჭუნი, ცუდი. წავალ. წამოუწვევი იქნება ჩამეძინოს. რომელი ხარ მან? მე ვარ ილიკო მე. ნუცასთან გადავალ და მოვალ ახლავე. შენ დაიძინე. მასპინძელო. მასპინძელო.
ხეთ მობძანდი, ჯამო ბატონო. რომელი ხარ? დათა თუთაშხია სტუმრობს თქვენთან, ჯამო ბატონო. პოლიცია დაგესხმება თანაღა. ვინ სტუმრობსო? დათა თუთაშხია სტუმრობსო? თუთაშხიას სულ არ ვიცნობ. მე გითხარით ჩემი სათქმელი და ღმერთმა მშვიდობა მოგცე კაცი. ღმე მშვიდობისა. პოლიცია დაგეცემათო. უნდა წახვიდე დათა. ვინ იყო ის ქალი? მე მგონი ილიკო პერტიას ცოლი იყო. ეჩვენი. როგორ ფიქრობთ, პოლკოვნიკო? ეს ზარანდი ადრეც ხომ არ არის სადმე ნამსახურები განზიადათ? არა, თქვენი ბრწყინვალება. ივან ანდრეევიჩ, ამ ბოლო 4 წლის მანძილზე გამოძიებულ პოლიტიკურ საქმეებში ხომ არ ფიგურირებს აბრაგი დათა თუთაშხია? პოლიტიკურში არა, თქვენი ბრწყინვალება. რამდენი საქმე გამოიწია ზარანდიამ? იმ 2 წლის მანძილზე რაც ის ჩვენ უწყებაშია, 1 კონტრაბანდის და 5 პოლიტიკური საქმე. კიდევ გაიცანით 6 საქმეს და იცით რა თვალსაზრისით? რა თვალსაზრისით? იცით რა? შესაძლებელი ხომ არ არის, რომ თუთაშხია რომელიმე საქმის თანამონაწილე იყო? ზარანდიამ კი დამალა და არ გაამხილა. შეუძლებელია თქვენ ბრწყინვალება. მოგეხსენებათ მაგ ხასიათის საკითხები ჩემი მოვალეობის სფეროში შედის. ამას გარდა რა საქმე უნდა ჰქონდეს მკვლელს და ყაჩაღს პოლიტიკურ საქმიანობასთან? ძლიერ ხომ არ ამარტივებთ საკითხს, პოლკოვნიკო? როგორ გრაფ? თუთაშხია აბრაგია და რა ყაჩაღი. ეს სხვადასხვა ცნებებია. მან ამ ბოლო დროს ხალხში ერთო პარასასურველი პოპულარობა მოიპოვა. არეულობებსა და შპილში სწორედ ასეთები ევლინებიან ბრყოს წინამძღოლად. აი ამ კუთხიდან უნდა შეხედოთ, პოლკოვნიკო. გავბედავ გრაფ. რა მისნით უნდა მიეჩქმალა ზარანდიას თუთაშხიას მონაწილეობა, აზრს ვერ ვხედავ. ისინი ბიძაშვილები არიან. ქართველებში კი ეს ერთ დედმამიშვილობას ნიშნავს. ბატონო პოლკოვნიკო, ნუ თქვენ ამის შესახებ არაფერი ხსმენიათ. ეს ზარანდიას პირად საქმეში შეტანილ არც ერთ საბუთში არ სერია. უნდა ეწეროს.
მობზაინ ჩემბატონა, მობზაინ. იცასლებად. უბედურობა ხო არ არის რამე ჩვენს თავს ანდრო? კარგია რომ ჩამოხვედით. ჯვამაღამ აპირებს ასვლას. ნამეტანი სუსტათაა და იქნება დარჩეს 64 დღეს. მობზაინ ჩემბატონა, მობზაინ. გესროლა შვილო. ჩემზე მარდი და ჩუბინი იყო ბაბა ვინც იყო. შენს გაიმარდი და ჩუბინი ხარ. ერთი წამით მაინც ყველას ასწრებ გასროლას. ქვეყანა მისის ეს. მოხლის გერჩის და თვალის გიჯის, მაგრამ იმდენად არა შენი მდევრის სიმრავლეს რომ ჭირდება. გადაურჩი აგერ, მაგრამ წინ ბევრი თოფია შენზე მომარჯვებული და გამოგასალმებს წუთის სოფელს ვიღაც ოხერი. დაფიქრება გმართებს, ამაზე დათა, ძამია, კაი დაფიქრება. ვისი გამოყვა ეს შეპარული ლაბარაკი, კოსტა? იმის თქვა გინდა შენ რომ უნდა გადაყაროს დათა მესიარაღი და თოხი აიღოს ხელში, ხო? მაგრამ რო არ გამოახლა ეს კარგად შენ. ყოფილიყო თავისთვის კაცი არ ახლებდა ხელს. რა იყო ვიღაც გადამთილს რომ გადააყოლა მთელი ცხოვრება? ო, მაგრამ პატიოსან და წესიერ კაცს თუ უჭირს კოსტა? შენ რაღა გაგიჯერდა? მე არაფერი. მას გაუჭირდა და მე ჩემიფერი. ხო და კანონმაც თავის იქნა და გაგაბრაგა. მაღალმა ღმერთმა კოსტა თავის ხვედრი არ გუნა ყველას. დათას ხვედრი და ჩვენი ხვედრი ის არის როგორიც ვარ და როგორ ცხოვრობთ. მივეჩვიეთ ახლა ამას და აღარც დათას გადაკეთება მოხერხდება აწი. ლათმასი არა ბაბა. საყვედურად და დასაყვედრებლად არ ვამბობ. დათა რომ აბრაგობს ამ ხრის მანძილზე თქვენ და დედა ჩვენი ხართ და რამდენჯერ გაიგონეთ ჭორი დათა აქ მოკლესო და რამდენჯერ ვაიდავიში იყო ჩვენს ოჯახში. აქეთ მოშნის უნდა გაუწიოთ ანგარიში ყველა. თავის გზა აქვს მას, რამაზეც უნდა იფიქროს დათა. არ გამოვა მაგი ერთი ძმა ბრაგი და მეორე მეფის ამსახურში. ბავშვობიდან რომელიც ჩვენგანმა დავიშვირეთ მისთვის მოვა დედობა თუ მამობა. რომელმა დავიხიეთ ვალდებულებებისაგან. ახლა დროა თვითონ რომ იგრძნოს დათა. შვილი ცხოვრება გჭირდებათ მოხუცებულობაში თქვენ. მეც მაქვს ჩემი ოჯახი. ჩემი წილი მშვიდი ცხოვრება მეც უნდა მარგუნოს ღმერთმა. მერე და ისიც ანგარიშის გასაწევია შეწუხდა ხალხი. ყველა ოჯახი აწიოკეს რომელმაც ხელი მოგიმართა რამით. თქვენი ხნის კაცებში მასეთი ლაბარაკი ერთი პირობით შეიძლება მხოლოდ საქციელს თუ დაუწუნებ ადამიანს ისიც უნდა თქვა როგორი საქციელი იქნებოდა კარგი და მისაღები. არც მე ვიცი ეგ. თბილის მივდივარ მომალგვირას და თუ დამხვდა მოშნიში მოვილაბარაგებ მასთან. კოსტა ზამიკო. აგის ფიქრის მეც რას ვაკეთებდნენ, მაგრამ არ გამოდის ისე შენ რომ მომხ